როგორმე ბოლოს. ეს არის აბსოლუტურად ეხლა. კიდევ ერთხელ კარგი, აღარ გინდა ძალიან ბატონო ზუია და ბატონო. მამბატია ძალიან ბოდიშ. კარგით, მოდით ცოტა სერიოზულობისკენ მოგიწოდოთ ყველა სტუმარი. შეიძლება. კარგით, ძალიან ბატონო ამირა. გადაიფიქრა მგონი ბატონო ამირა. ძალიან სერიოზულ თემაზე ვსაუბრობთ, მე მგონი არ ღირს უბრალოდ დამოკიდებულება არის ძალიან არასერიოზული და რატომ ეხლა გეტყვით რა. ჩვენ საქმე გვაქვს რასთან? ჩვენ საქმე გვაქვს იმასთან, რომ რეალურად არაფერი არ კეთდება და ეხლა ეს ყველაფერი რომ თითქოს და მიმდინარეობს მუშაობა, რომ საჭიროა კიდევ 2030 წლამდე ველოდოთ, როდის აღდგება სამართლიანობის აღდგენის პროცესის დისკრედიტაცია თუ ვინმე მოახდინა, ეს არის პირველ რიგში ოცნების ხელისუფლება. და ამ ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა. და ყველაზე მთავარი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს ამ თემების გააქტიურება, ამ ანგარიშების გამოქვეყნება, თითქოს და რაღაცა აი ეხლა ვიწყებთ ამაზე მუშაობას და ბრძოლა, ემსახურება მხოლოდ ერთადერთ მიზანს, მომავალ საარჩევნო კამპანიას და მე მინდა რომ საზოგადოებას უთხრა. არ მოტყუდეს კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ არ არის ეს ხელისუფლება ამ თვალსაზრისითაც არაფრის გამკეთებელი ისევე როგორც სხვა თვალსაზრისით მოიტანა ის შედეგები რაც იყო და იმ ორპლუსიანი საარჩევნო გარემოს შექმნა რომელსაც ემსახურება მათ შორის ეს კამპანია თითქოს ნაციონალური მოძრაობა და რომ ნაციონალური მოძრაობა იყვნენ ცუდები და ჩვენ ვართ ნაკლებად ცუდები თორემ უკეთესები რო არ ვართ ამაზე გასაგებია არა მათ კიდე ერთი მთავარი აქცენტია და აი ამაზე მინდა ზუსტად ზუსტად იგივე კითხვა მექნება თქვენთან ბატონო არჩილ